მოგესალმებით. სოფლიოს ულამაზესი ქვეყნიდან, საქართველოდან და საქართველოს ულამაზესი ქალაქ მარტვილიდან და ჩვენი ღირსეული უკვე 11 წლის ფესტივალი სახელად ლეგენდების ქვეყანა და ჩვენი სტუმრები მთელი მსოფლიოდან ადამიანები, რომლებიც დღეს კიდევ ერთხელ ეზიარებიან ქართულ სულს და ქართულ გამარჯვებას. სტუმრები ბულგარეთიდან. School of Modern Vocals Dustar. Masters of the Dance Bulgaria. Pernik Director Krasimir Dimitri. მადლობა მათ კიდევ ერთხელ ჩამოგზავნებისთვის ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში. და რა თქმა უნდა, ტრადიციულად ჩვენი სტუმრები, ჩვენი კავკასიელები, სასომხეთიდან, ჩვენი მეგობრები, გთხოვთ შემოგვიერთდით. აპლოდისმენტები. Ensemble Niho. Choreographer Janora Mashachko. Olivia. Sarimskova Makulina. Sharminovna. გუდავიზარეთ ტაშს და აპლოდისმენტებს ამ ადამიანებისთვის. ახლა კი ჩვენ სცენას შემოუერთებიან ისევ ჩვენი სტუმრები, ჩვენი მეზობრები, ჩვენი სტუმრები თურქეთიდან. გთხოვთ მეგობრებო. Izmir Institute of Technology. Folk Dance Group. სცენაზე შემოგვიერთება ჩვენი მეგობარი ქვეყანა ყაზახეთი. აპლოდისმენტები ჩვენს ყაზახ სტუმრებს. Folk Dance Ensemble Shatu. Choreographer Milena Temirova. მადლობა კიდევ ერთხელ ჩამოგზავნებისთვის. და რა თქმა უნდა, არ იქნებოდა მათ გარეშე ლეგენდების ქვეყანა, ჩვენი სტუმრები უზბეკეთიდან. Ensemble Uzbekistan. მეგობრებო, ნინი დამიმშვენე გვერდი. უკვე 11 წელი. ეს არც ბევრია და რაც თავარია, არც ცოტა. 11 წელია იქმნება ეს ისტორია. სახელად ლეგენდების ქვეყანა. დიახ, ჩვენ ლეგენდების და ლეგენდარული ქვეყნიდან ვართ. საქართველოდან, ჩემო ნინი. ეს კი წელს ჩვენი სტუმრები არიან. და დღეს უბრალოდ ხვალმთავრდება ჩვენი რიგით მე-11 ფესტივალი, რომელიც 11 წლის წინ ძალიან კარგმა ადამიანმა, ჩვენმა ბატონმა ბადრი გვილოვამ დაარსა და წლის ჩაუგდებოდა სხვათა შორის. წლის გამოტოვების გარეშე უკვე მოვდივართ აქამდე. ხვალ თბილისში დაიხურება ჩვენი ფესტივალი, ხოროწყუ მოვიარეთ, ყველა რამდენი ქალაქი მოვიარეთ, როგორც ყოველთვის, რამდენ ჩვენს ლამაზ რეგიონს უმასპინძლეთ, ლამაზ რეგიონში ვიყავით სტუმრად და რამდენი ადამიანი დავახარეთ. ეს არის ბადრი გვილოვას დამსახურება. და რა თქმა უნდა, იმ მუნიციპალიტეტების, იმ ხელმძღვანელების, რომლებიც ყოველთვის ხელს უწყობენ ამ კეთილ საქმეში, ბატონ ბადრი გვილოვას და მოდით ხალხო, ერთმანეთს დაუკარით ტაში, ერთმანეთს დაუკარით და გადაუხადეთ მადლობა. რადგან ეს ხალხი იმსახურებს მადლობას. ასეთი ლამაზი ტრადიციისთვის, სახელად ლეგენდების ქვეყანა. Oh
ის ვისაც და რასაც უმღეროდა მარიამი ჩვენი საქართველოს პატარა საქართველოს ერთი ნაწილია. მოდით ყველამ ერთად აქედან მარიამ შენთან ერთად სცენიდან ერთი პატარა მესიჯი მინდა გავაგზავნო. იქ ჩემს ქალაქ სოხუმში, სადაც ყოველთვის ყველა სცენიდან, ყველა ქალაქში სადაც კი ვარ და მაქვს ბედნიერება წამყვანი მერკვას ამ მესიჯს ვაგზავნი. თქვენ მიხვდებით როგორ უნდა დაბოლოდეს ეს სიტყვა. ძვირფასო მეგობრებო, ახლა მარტვილში ვიმყოფებით. ამ ულამაზესი ქალაქიდან კიდევ ერთხელ ვეუბნევი მთელს მსოფლიოს და მთელს საქართველოს აფხაზეთი და კიდევ ერთხელ ერთიან, ღირსეულ და ძლიერ საქართველოს გაუმარ და კიდევ ერთხელ აფხაზეთი საქართველოა მარტვილიდანაც ამას გეუბნევით მე და მარიამი ყველასთან ერთად. მადლობა მარიამ შენ. გავაცილოთ აპლოდისმენტებით მარიამ. ერთი წუთით შეგაწუხებთ, რომ ჩემს მარტვილს ყოველთვის გაუმარჯოს და ჩემს მარტვილელებს, იმიტომ რომ მე აქაური კაცი ვარ და მიყვარს აქაურობა, ძალიან მიყვარხარ, ჩემი თავი შემოგულობ, მაგრად იყავით და განსაკუთრებით ახლა უნდა გითხრათ, რატო ამოვედი ამ წუთას. ხდება ისე, რომ გავიგე 9 საათის წინ, რომ ქალბატონ მარინას დღეს თურმე შეუსრულდა უბრალოდ დაბადების დღეა, რამდენი წლისა არ ვიტყვი. წინ გამოდით. მოდი მიულოცოთ მარინას დაბადების დღე. მარინას გაუმარ შემოგევლეთ. მე ბუნებრივია ქალბატონი მარინა თავისი კოლექტივით ბოლოს დაჯილდოვდება. ახლა რადგან 9 საათის უკან მითხრეს ეს საჩუქრით ვერ შევხვდი, მაგრამ ისეთ სიურპრიზს უმზადებ, ისეთ სიურპრიზს თვითონ ნახავს ახლა მას. მანქანის გასაღებს ვერ გადავცემ, მაგრამ უფრო მაგარი სიურპრიზი
აბა, ველოდები სიურპრიზი. არის ის ჯერ შვილი ულოცავს. შვილი ჩამოვიდა სპეციალურად. ალბათონმა მარინამ არც კი იცოდა. მიულოცოთ. ბატონო ბადრი, ამაზე დიდი საჩუქარი დედისთვის ალბათ არ არწებობს. ეს ემოციური კადრები დარჩება ისტორიას. დედის და შვილის შეხვედრა დიდ სცენაზე. ამაზე ლექსებს დაწერენ დარწმუნებული.
девушки, не так быстро. ბატონო ბადრი, მე არ ვიცი რაიდან, რანაირად, თქვენ რამე კურსები გაქვთ საიმეგრულიანის შემსწავლელი? ფაქტია რომ მე ხლა მეგონა რომ მარტვილის კულტურის სახლთან არსებული მეგრელი გოგონების ანსამბლი და მე რომ მოუტრიალდი და ჩვენი სტუმრები არიან ყაზახეთიდან ცოტა გამიკვირდა და ცალკე ტაში ეკუთვნის ბადრი კვილავას. девушки, ბატონო გესო. ხო, სათხარ, ყაზახეთში აღმოვაჩინე ერთი მეგრული სოფელი და ვასწავლე სიმღერა, რა მოხდა? დაგიჭირდებოდა ეხა შენ ეს არ არის პირველი შემთხვევა, სხვათა შორის შარშანას დიდი ამბავი ქონა ჩვენ მახსოვს ბანძაში და ახლაც ასეთი ამბავია და кстати, девушки, в вашей стране знаете, когда день любви? მათ ქვეყანაში, ანუ ყაზახეთში სიყვარულის დღე არის 15 აპრილს. გაზაფხულის შუათვის შუა რიცხვში. და ისინი აღნიშნავენ ამ დღეს 2011 წლიდან. 15 აპრილი ყაზახეთში სიყვარულის დღე საქართველოსდან წაიღეს მათმა მაშინდელმა ახალგაზრდა თაობამ. დიახ, 1994 წლიდან აუღნიშნავთ ჩვენ საქართველოში სიყვარულის დღეს 15 აპრილს და ყაზახ ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს 15 აპრილი ზუსტად იმ განმარტებით, რომ ეს არის გაზაფხულის შუათვის შუა რიცხვი, წაიღეს და 2011 წლიდან ყაზახეთში 15 აპრილი სიყვარულის დღეა. День любви 15 апреля. Ну, пусть каждый день будет день любви, но...
ყველგან, სადაც არ უნდა იყოს ჩვენო ძვირფასო ქართველებო. სოფლიოს რომელ კუთხეშიც, აქედან, მედანინი, მარტვილიდან და ფესტივალიდან ლეგენდების ქვეყანა. გვინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ სადაც არ ხართ, სადაც ხართ, უпроსტად ყველგან ქართულ საქმეს აკეთებთ. მადლობა, ბადრი გვილავა, ბატონო ბადრი, თუ შეიძლება შემოგვიერთდით და კიდევ ერთხელ ძვირფასო მარტვილებო, ტანში დავაჯილდოთ ლეგენდების ქვეყნის შემქმნელი და დამაარსებელი, ძვირფასო მარტვილებო, აი ეს კაცია, ის ადამიანი, ვინც შეძლო მე-11 შევკრიბა ყველა ერთად, სოფლიოს სხვადასხვა 50 ქვეყანაში შემოვაწყო ბატონო. დიდი მადლობა, მეგობრებო. დიდი მადლობა, ბატონო ბესო. ასე ლამაზად წამონისათვის ჩემს ნინოსთან ერთად უკვე ტრადიციული მეგობრები და მადლობა ჩემს მარტვილს. მინდა მადლობა უთხრა მარტვილის მერიას იმისათვის, რომ 2016 წელს დაარსდა ეს ფესტივალი. აქ იყო ზღვა ხალხი. ჩემს ალექსანდრე გრიგალავას აგერზის მადლობა უთხრა 2016 წელს დამიდგა ის დამგებელი იყო მარტვილის და იმის მერე გრძელდება. ბატონი თორნიკე მოვიდა ჯანაშია, არ შემიძლია არ თქვა, მან გააგრძელა კაცურად. ამჟამად კიდე გიორგი ნაჭყევია, რომელიც სამწუხაროდ დღეს საავადმყოფოშია, არაუშავს გამოჯანმრთელდება, ჩვენს გვერდით იქნება. ახლა თუ შეიძლება ვთხოვთ მარტვილის მერიას, ვინც აქ გრძალდება, საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონო ელზარ და თხოვთ ამომგზავრდეთ ჩვენთან ერთად სცენაზე. პირველში მინდა დავიწყო მადლობით, მადლობა მინდა გადავხადო ამ ფესტივალის ორგანიზატორებს, თითოეულ მონაწილეს, ვინც კი მონაწილეობა მიიღო, პატარა წვლილი შეიტანა. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ფესტივალი ძალიან ხელშეუწყობს ჩვენი ქვეყნის გამეგობრებას სხვა ქვეყნებთან, იმიტომ რომ კულტურა არის ის, რითაც შეიძლება გამოვხატოთ ჩვენი არის ყველაფერი, ემოცია, ხასიათი, გენი, ისტორია და ასე შემდეგ. მადლობა მინდა გადავხადო ასევე სტუმრებს, ძალიან მისიამოვნე და განსაკუთრებით რამოდენიმე ნომერი განსაკუთრებით მომეწონა. პირველ რიგში მადლობა მინდა უთხრა ჩემ ქართულ ანსამბლს, მარტვილელებს, ტანში ჟუანტელი ბიბლის ყველა ჯერზე, როცა არ უნდა გამოხვიდეთ, ულამაზესები ხართ. იმედია კიდევ გაგრძელდება ეს ფესტივალი და მინდა მივესალმო ჩემს მეგობრებს და მადლობა გადავუხადო. Dear guests, thank you for coming to Martvili and I wish you have to nice play and I don't know, I want to come to again in Martvili you. ასევე მინდა მივესალმო თურქეთს, ვერ ხედავ აქ, ალბათ არ არიან სცენაზე. Tuklar, siz de buradasınız değil mi? Yani benim için çok iyi bu. Hoş geldiniz yine. Tekrar görüşürüz. Çok teşekkür ederim her şey için. İyi yolculuklar size. მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოუხადო ორგანიზატორებს, რომლებიც 11 წელია ამ საქმეს აკეთებენ და დიდი ძალისხმევა ამ საქმეში ჩადებული. მე მინდა ბატონ ალექსანდრეს დიდი მადლობა მოუხადო, რომელმაც მართლა 2016 წელს გააფუძნა და ბატონ ბადრისთან ერთად შექმნა ეს დიდი საქმე, რასაც ლეგენდების ქვეყანა ჰქვია. მე მინდა თითოეულ მონაწილეს ბატონებად დიდი მადლობა მინდა გითხრათ და გენდი რომ ამ საქმეს აკეთებ. დიდი მადლობა მინდა უთხრა თითოეულ ჩამომძალებულ სტუმრებს, რომლებმაც შეასრულეს თავიანთი ქვეყნის ის ტრადიციული ცეკვები და სიმღერები, ფოლკლორის ნომრები, რა თქმა უნდა, რომლებიც ჩვენ წინაშე იყო წარდგენილი და განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩვენს აზრახ დეპუტატებს, რომლებმაც მართლაც ჩვენი კულტურულ ენაზე შეასრულეს ჩვენი მეგრული სიმღერა და განსაკუთრებული მადლობა მინდა მხარს უთხრა თითოეულ ამ ორგანიზატორებს მინდა მადლობა უთხრა და მეგობრებო, არ არის იოლი, რომ უცხოელმა ასე გემრიელა და ასე თბილად იმღეროს შენს ენაზე. ეხლა მე თავიდან ბოლომდე ჩახედული ვარ ამ საქმეში, რა ხელშეშრომა ჭირდება. როგორც დაიხურება ხვალ თუ ზეგ ეს ფესტივალი, ბადრი იმ კვირაშივე იწყებს
მუშაობას ახალი მომავალი მე-12 ფესტივალისთვის. ძალიან შრომატევადი სამუშაოა. მადლობა მადლი ყველაფერი ამისთვის. მადლობა მარტვილის მერიას 2016 წლიდან ძირითადად დაფინანსებელი ამ ფესტივალის არის მარტვილის მერია. შემდეგ ვეხმარებიან მეზობელი ჩვენი რაიონები სხვადასხვა თანამდებობით. აქ მინდა მადლობა გადაუხადო ერთ წელს ჩვენ როცა ძალიან დიდი კრიზისი ქონდა დაფინანსების კუთხით გვერდით დაგვიდგა მეღვინეობა ხარება. ბატონი ხარებაების ხელმძღვანელობით და არ მინდა ის დავივიწყო კაცი და მას მადლობა მოუხადო კიდე იმიტომ მადლობა გამოაჩვენე. მე-11 ვიღებ ფესტივალზე ლეგენდების ქვეყანა და ძალიან კმაყოფილები ვართ. ამით ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ლეგენდების ქვეყანის ორგანიზატორს ბატონ ბადრი გვილავას. აი ამ სესანიშნავი ფესტივალის ჩატარების და რა ვიცი, გახარებულები ვართ მარტვილები და მადლობას ვუხდით მარტვილის მუნიციპალიტეტს ბატონ ბადრის გვერდით რო დაუვიგა და აი ეს სესანიშნავი ფესტივალი როჩარდა მარტვილის რაიონში. უღრმესი მადლობა ყველას. მე-11 კონკურს ფესტივალია წელს რაც ჩატარდა მარტვილში და ძალიან კმაყოფილები ვარ და ჩვენ ყოველთვის სიხარულით ხვდებით ამ დღეს და ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა ბატონ ბადრი გვილავას. ძალიან მიყვარს ეს ადამიანი და რა ვიცი, ყველაფრისთვის მადლობა მას. ჩვენ ყოველთვის ვიღებთ მთელი სიხარულით ამ კონკურსში ფესტივალში მონაწილეობას. ბადრისთან ერთად 16 წლიდან დავიწყეთ ამ ფესტივალის ორგანიზება და დღემდე მოვიდა წარმატებით. მთავარი მიზანი და აზრი რაც ამ ფესტივალს აქვს, ჯერ ერთი გართობა არის და ამდენი მოსახლეობა ესწრება, მეორე ჩვენი ქვეყნის გაცნობა ჩამოსული სტუმრებისთვის. აქ უკვე ითქვა სადღაც 40-მდე ქვეყანა არის ჩამოსული. თქვენ წარმოიდგინეთ, პერუელები იყვნენ, აქ ინდონეზიელები და რა ვიცი, რამდენი ქვეყნიდან, შუა აფრიკიდან. აი დღეს პირველად არიან კაზახი და უზბეკი ბავშვები. ჩამოსულები და მათ საქართველოზე არაფერი არ იცოდნენ და წარმოდგენაც არ ჰქონდათ ჩვენ ქვეყანაზე. შტაბ-ეჭვლებებით მიდიან, იძახიან უკეთესი ქვეყანა, ბევრ ქვეყანაში არიან ნამყოფი. ეს არის მთავარი მიღწევა ამ ფესტივალის. რომ ჩვენი ქვეყანა გავაცნოთ, რაც შეიძლება მეტ ხალხს და ის სიკეთეები, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება, იცოდენ. პირველ რიგში მადლობა მინდა რომ გადაუხადო ლეგენდების ქვეყანას. მე-11 წელია ჩვენს მონაწილეობას ვიღებთ ანსამბლის სამა, მარტვილის ქორეოგრაფიული ანსამბლის სამა. რავი, მადლობას ვუხდი ყველას ამ ორგანიზატორებს, ვინც არის. მადლობა ამ მოწვეულ სტუმრებს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ჩემს ბავშვებს, მშობლებს და აბსოლუტურად ყველას. Мы впервые участвуем на этом фестивале, мы приехали из Казахстана. Для нас большая честь представлять нашу страну на этом замечательном фестивале этнической музыки.
Я хочу поблагодарить Грузию за теплый прием и надеюсь, что дружба между нашими странами будет только крепчать и развиваться. Спасибо, Грузии. დიდი მადლობა თქვენ, რომ ერთმანეთთან ვართ, გვერდით ვართ, ტელეკომპანია ვარსკვლავები, მეგობრები ხართ და საქმიანი, დიდი საქმიანი ხალხი ხართ. უკვე ბევრჯერაა ნათქვამი, რომ მე-11 ტარდება ფესტივალი და ძალიან ტრაბახით არ ჩავმართვებს არავინ ვიცი. მომეწონა ყველა კოლექტივი ჩამოსული, რომელიც მოიწვიე. ძალიან კარგები არიან, დახვეწილები არიან და ფიქრობ იქით უფრო დაიხვეწება ფესტივალი ბუნებრივია და დავაგზელებთ თანამშრომლობას. მიხარია რომ ქართულ სიმღერას ვამღერებ და მღერიან, მომავალ წელს უფრო მეტად ვამღერებ და წარმატებებს გისურვებ თქვენს და მომავალ ფესტივალ ჩვენსაც და ხვალ ფესტივალი ბუნებრივია დაგეგმილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დიდი მხარდაჭერით ქალაქ თბილისში ართოლში 18 საათზე ფესტივალის დახურვა უფრო სწორედ და იქაც ბუნებრივია ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით, დარწმუნებული ვარ. შეხვედრამდე. ტრადიციად აქციეთ ეს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მონაწილეებს მიგრულად რომ ამღერებს ხოლმე თუ ის არა მარტო მიგრულად, შარშან წინ ჩვეულებრივი ქართული მრავალჟამიერი იმღერეს შარშან იტალიიდან ჩამოსულებმა იმღერეს სიმღერა მეგობრობაზე თუ გინდა 100 თბოდა ნუგეში და სოლისტად ამირჩიეს ამ სიმღერის. ჩემთვის დიდი საამაყო იყო ყველაფერი. 20 კაცი იდგა იტალიელით 22 და ღეროდა ქართულ სიმღერას მეგობრობაზე. ამაზე მეტი უზურპაცია რა არის? ეს თქვენი ინიციატივით კეთება თუ თქმა? არა, ჩემით რა თქმა უნდა. ვასწავლი ახლა აი ამ ყაზახებს ჯერ პირველი ხმა უმღერე პიანინოსთან მზივარ, ვიმღერე პირველ ხმას ვოისი თუ რა ქვია, მერე მეორე ხმას ჩავწერ ნამღერს, მესამეს და უგზავნი ხმებს. ისინი სწავლობენ ამ ხმებით. მაგრამ ამათ ტექსტი ისეა კარგად აითვისეს, მეგრელი გეგონება რომ ღერის და ყველა ვერ სიმღერებს ასე ლამაზად ამ მეგრელ სიმღერას.